უცებ ძალიან სწრაფად მინდა გაჩვენოთ ერთი საინტერესო რუკა სოფლიოს თემატიკაზე, რომელიც 1652 წელს არის შექმნილი და შავი და კასპიის ზღვებს შორის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ჯორჯია არის აღნიშნული. მოდით ამ რუკას შევხედოთ 1652 წელი, პარიზი, კარტოგრაფი ნიკოლა სანსონი, სოფლიოს რუკა და აი ჩვენთვის საინტერესო ამბები ამ ნაწილში ხდება. შავი ზღვის აღნიშვნა, კასპიის ზღვის აღნიშვნა და აი მათ შორის ერთადერთი აღნიშვნა ჟეორჟიე, ასევე ვხედავთ მდინარე ფაზის. აი ეს მდინარე, რომელიც არ აქვს გავს დინების მიხედვით, სინამდვილეში მდინარე მტკვარია. ამ რუკაზე ჯორჯიის გამოსახვა ამ ფორმით არ გაგიკვირდეთ. ევროპული კარტოგრაფიული ტრადიციის თანახმად ხშირად მე-17 საუკუნის ევროპულ რუკებზე ჯორჯია არა მარტო საქართველოს სამეფო სამთავროებს, არამედ მთელს რეგიონს აღნიშნავს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე.